ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 5 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს გაცნობოდნენ. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ქართული ღვინო იაპონიაში. როუ-ვაინ ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოც. ტოკიოს გამოფენაზე მოსულ იაპონელ ღვინის პროფესიონალებს და მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა დაეგემონებინათ უნიკალური ქართული ღვინოები. This is Kisi and Rkatsiteli. ტოკიოს ღვინის გამოფენაზე 5 ქართული საოჯახო მარანი მონაწილეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეჭაშნიკებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, მათ შორის საფერავი, ხიხვი, ქისი, რქაწითელი და მწვანე. ღვინის სახელი და ქვეყნის სახელი, როგორც მეღვინეობის სახელი, მცირე მარნებზე დგას მთელ მსოფლიოში და მათი მხარდაჭერა, ეს უპირობო მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მსოფლიომ გაიცნოს ქართული ღვინო. განსაკუთრებულს და განსხვავებულს თავაზობ იაპონელებს ჩვენს ბუნებრივ ღვინოებს, რომელიც არის იაპონიისთვის საინტერესო, იაპონელი მომხმარებლებისთვის, რადგან იაპონია გამოირჩევა უფრო მაღალი მყიდველუნარიანობით, შესაბამისად ეს უფრო ნიშური სეგმენტის მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოები უფრო საინტერესო არის მათთვის. იაპონელი ღვინის პროფესიონალები და გამოფენაზე მისული სტუმრები ჩვენი ქვეყნის ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ. ასეთი პატარა ქვეყნიდან მომდინარე კულტურული მემკვიდრეობისა და მეღვინეობის ტრადიციების ასეთი ძლიერი გავლენა ყველგან იგრძნობა. ცოტა ხნის წინ ვიყავით საქართველოს სტენდთან და ვაჭაშნიკებდით ღვინოებს ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ. იაპონელებისთვის ქართული ღვინის მაჩვეული არ არის, თუმცა აქ ბევრი ღვინის მოყვარულია, მათ შორის იაპონელებიც, ვისაც მეტი ცოდნა აქვთ ქართული ღვინოების შესახებ, როგორებიცაა საფერავი, ქისი და ნარინჯისფერი ღვინო, რომელიც ხასიათდება ძლიერი არომატით და სასიამოვნო სურნელით. დაჰო, ჩვენ გვიყვარს ქართული ღვინო. ეს არის პროცესი ქართული ღვინის იაპონურ ბაზარზე დამკვიდრების ხელშესაწყობად. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. 2014 წლიდან საქართველო აქტიურად მონაწილეობს იაპონურ გამოფენებში. სხვადასხვა ქალაქში ტარდება ღვინის წარდგენა დეგუსტაციები. იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის კი საქართველოს რეგიონებში ეწყობა ღვინის ტურები. ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. მათ შორის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია და მათ შორის იაპონია ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარია. აქ ქართული ღვინო ძალიან ფასობს. იაპონიაში ჩვენ ნიშურ სეგმენტზე ვმუშაობთ. ძალიან დაფასებულია და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ქვევრის ღვინოს. ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება. წელს მხოლოდ 4 თვის მონაცემებით საქართველოდან იაპონიაში 71,000 ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.